საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას მკაცრად გმობენ და ევროკავშირს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ. პოლიტიკოსების დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანი. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს კითხვით მიმართა. კიდევ ეპარებათ თუ არა ეჭვი იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ დიქტატურის გზა ირჩია. ევროპარლამენტარი ევროკავშირის საბჭოს ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციების ერთხმად მიღებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციონერების დაკავებას გამოეხმაურა ნატალი ლუაზოც. მაშინ როცა მსოფლიოს სხვა მხარეს იყურება საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ერთ ოპონენტს მეორეს მიყოლებით აპატიმრებს. ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა. ქართული ოცნება მხოლოდ კოშმარია და სხვა არაფერი წერს ევროპარლამენტარის საკუთარ სოციალურ ქსელში. გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. საით მიდიხარ საქართველო, კითხულობს დიპლომატი. მე ვარ ქართველი და მაშა სადამე ევროპელი არის ფართოდ გავრცელებული კრედო, თუმცა საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ეს განცდა იყო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ საქართველო? ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი გამოეხმაურა. დაუთი ქართულ ოცნებას მოუწოდებს შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. საქართველოში გავლენიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის ბოიკოტირებისთვის პატიმრობის მისჯა არჩევნებში კონკურენტების დაბლოკვის მიზნით გადადგმული აშკარა ნაბიჯია. ქართულმა ოცნებამ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს. რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯოელ სონიქსი საკუთარ გვერდზე წერს, რომ ივანიშვილი კომუნისტური ჩინეთის სამსახურში მყოფი ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სენატმა მეგობარი აქტი უნდა მიიღოს.